მინდა გითხრათ, რომ დღესდღეობით თამბეჭდავი პრეზენტაცია მოაწყო ბატონმა ნიკა მელიამ და გულწრფელად გეუბნებით, ზუსტად იმ დროს დამირეკა ერთმა სენაკელმა მუდმივი მაყურებელია ჩვენი და ჰექტარ ნახევარი მაქვს და 850 ლარი დამეხარჯავა. ჰექტარ ნახევარი ძალიან პატარა ისა ფართობია და 850 ლარი სალერკა დაუხარჯია ამ კაცს და მეკუთვნის თუ არაო რაიმე დახმარებაო ამ გახარიას ესე თქვა გეგმიდან. მე არ ვიცი გახარიას გეგმა, რადგან ხალხმა ვერ გაიგო, ესე იგი არაფრის მომცემი არ იქნება, მაგრამ ფაქტია და აი ფარტაგევნებით ისეთი შემართები და რაღაცა ენერგეტიკით საუბრობდა ბატონი ნიკა, რომ დამაინტერესა და ავსთხოვ მას, რომ მაინც და მაინც ჩვენით დაეწყო დღევანდელი აი მისი ამ გეგმის სწრაფი ფულადი ამ ხარდაჭერა ყველას. ძალიან კარგი ისა ლოზუნგი არის. და მე ვთვლი, რომ ინტერეს მოკლებული არ იქნება აი ბატონი ნიკას აი ამ პროექტის განხილვა და კარგი არის ეს, როდესაც ხელისუფლება ერთს პირდება ხაზს და ოპოზიციის სხვადასხვა სუბიექტები სხვადასხვანაირ გეგმებს თავაზობენ. ჯერი თქვენზე იქნება რომელი გეგმას უფრო მოგეწონებათ, ალბათ მას დავუჭერთ ხარს, მაგრამ ფაქტი არის მთავარი, რომ დღეს ყველა აცნობიერებს, რომ რაღაცა რეალური დახმარება ჭირდება საქართველოს მოსახლეობას და მადლობა ნიკა, რომ გვესტუმრე გულწრფელად გეუბნები და ეთერს გითმობ, ეს კარგი იდეაა, რომ ესეც მომეწონა, რომ 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქემ 1000 ლარი უნდა მიიღოსო. ყველა ბავშვმა კი 500 ლარი. ბავშვებზე არავინ არ ფიქრობს. ახსნით, მოგესალმებით, მადლობა მოცემულ შესაძლებლობისთვის. თქვენი ფორმატი იძლევა გაცილებით მეტ შესაძლებლობას და საშუალებას კარგად ავხსნათ სად ვართ, სად დგავართ. დეპოში რო ვართ კი ვხედავთ. თან რა გვინდა. მოდით და რატომ? გავშალოთ. შინაურული გარემო არის და დიდი მაგიდა გვაქვს. ხო, არა დამახასიათებელი კარგი გაგებით. ტელევიზიისთვის და ხშირად სათქმას უფრო დასაგებად ამბობს თქვენი სტუმარი. გავიდა თუ არა ბატონო დავით მარტი, აპრილი და თავდება თუ არა მაისი. მეოთხე თვეში ვზივართ. პირველი ინფიცირებული კორონავირუსით გამოვლინდა 26 თებერვალს. თებერვლიდან არის პრობლემა. 26 თებერვალს გამოვლინდა ძვირფასო მაყურებლობა პირველი დაინფიცირებული ამ ვირუსით, მაგრამ მანამდე ხომ გახსოვთ? უკვე ზარდი იყო შიშები პრაქტიკულად საკანონმდებლო მდგომარეობა არ იყო ჯერ გამოცხადებული, მაგრამ ხალხში იყო პანიკის ნიშნები და აი როგორც კი გამოვლინდა პირველი, იფეთქა მერე და გახსოვთ მალევე მოყვა საკანონმდებლო მდგომარეობა, ხო და სოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას მანამდე ხონდა უკვე გამოცხადებული ეს ვირუსი პანდემიად. ზამთარი იყო, ზამთარი დამთავრდა. დაიწყო გაზაფხული, ხო, მარტი, აპრილი, მაისში ვართ, მაისიც მთავრდება და ზაფხულში შევდივართ და არანაირი დახმარება არ არის. ხახო, მარტივად არანაირი დახმარება არ არის. რა, იბტობ კი არა რომ ხო ადვილი გადასამოწმებელია. ხო, უბრალოდ თქვენ მეზობლებს კითხავთ, თქვენ თავზეც ხომ საუკეთესოდ ხვდებით რომ არანაირი დახმარება არ მიგიღიათ. სახელმწიფოსგან. მოდით ერთი წამი თავი დავანებოთ ხელისუფლებამ, სახელმწიფოსგან არ მიუღიათ ბატონო დავით არანაირი დახმარება. თუ კი რამე ჩვენ მოგვისმენია უბრალოდ მშრალი დაპირებები სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან, ამ შემთხვევაში გახარიასგან. მაგრამ ამას არ მოყოლია გადადგმული არც ერთი ქმედითი ნაბიჯი, არაფერი. მაგრამ ახლა უკვე ყველა ზღვარს გადაცდენილი არის გაჭირვება, აი რუბიკოს გადაცდა და თუ გაჭირვება სადმე არსებობს, ამას გაჭირვებას აღარ ქვია. ხახო, ეს აღარ დღეს ვთქვი, რომ ცხოვრება არ ქვია იმას, რაც ჩვენ ვიხილეთ და რაც თქვენ იცით, ჩემზე კარგად შესაძლებელია, იმიტომ ბევრ ადამიანთან კარგად შეხება, ხო? უბრალოდ არსებობს ადამიანები, ხო? ამ ადამიანებს ახლა რას ვეუბნები ჩვენ, დაუკვირდეთ, როდესღაც იქნება, სახელმწიფო რას ეუბნება, დახმარება და ამას განვაწილვადებ მე 6 თვეზეო. დაპირებითაც 2.700.000 საქართველოს მოქალაქეს გახარია არაფერს არ დაპირებია. ანუ ის ანტიკრიზისული გეგმა რაც წარმოადგენს ბატონო დავით არ შეხებია დაპირების სახითაც, ხო? 2.700.000 საქართველოს მოქალაქეს. ანუ 2.700.000 საქართველოს მოქალაქეს წინასწარ იცის, უკვე იცის, რომ თუ კი რამეს მოახერხებს სახელმწიფო მე მაინც არაფერი არ მეგუთი, წარმოგიდგენია? ესეა რეალურად, ესეა. ხო, ეს არ არის ნორმალური ვითარება ხახლა. კითხვა
იბადება, რომ ფული აქვს თუ არა ხელისუფლებას, სახელმწიფოს. მე გეუბნებით, რომ ფული აქვს. ეს ფული, მათ შორის ჩვენი მოგზაურებული, ასე ვთქვათ, მონაწილეობითაც ოპოზიციის მონაწილეობის წერილის გავაგზავნეთ და შემდეგ, ხო? გახარიას თუ დავეყნობით, გავიგებთ, რომ 10 მილიარდი ლარი მოვიზიდეთ, ხო? 3 მილიარდი დოლარიო, ხო? სანამ ამას შევეხებით, გადავდოთ, რა არის ახლა გასაკეთებელი. პირველ რიგში ძალიან სწრაფად, ერთადერთი გზა არის, ორი აღარ არსებობს. არ არსებობს რა. ამ დაგვიანებულმა უკვე რეაგირებამ დაგვიტოვა ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი, რომელიც არის უებარი. სწრაფი და მარტივი დახმარების სისტემა. სწრაფი დახმარება ყველას. და ნაციონალური მოძრაობა გამოვედით ამ საყოველთაო ინტერესიდან, ვიმუშავეთ ჩვენ ბევრ ჩვენ კოლეგასთან ერთად, რეფორმატორთა გუნდთან ერთად და დავდეთ ეს ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მიხედვითაც თუ მართლა გვინდა რომ დავიძლიოთ ეს კრიზისი, თუ არ გვინდა დავძლიოთ კრიზისი, სხვა საკითხია. თუ გვინდა რომ უბრალოდ სული ამოძვრეს ხალხს, ამაზე შევთანხმდეთ და მაშინ არ გავაგრძელოთ საუბარი. ეს აღარ უნდა გავაკეთოთ რა. ყველა მოქალაქეს 1000 ლარი დაგვიანებით 4 თვეა გასული. ახლა უნდა მიეცეს და ყველა ბავშვს უნდა მიეცეს 500 ლარი. ყველა სრულწლოვანს, ანუ 18 წლის ზემოთ 1000 ლარი გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც უწევს დეკლარაციის შევსება. ანუ აქვს შემოსავალი 40000 ლარი და ზემოთ. და ნუ ბუნებრივია დიდრების გარდა, ხო? სოფლიოში ხუთი სახელმწიფოა ძვირფასო მაყურებლებო, რომელმაც და მათ შორის საქართველოა სამწუხაროდ ერთ-ერთი დახმარება განაწილვა 6 თვეზე. დანარჩენმა სახელმწიფოებმა მეტ-ნაკლებად სწრაფი რეაგირება მოახერხეს. და როგორ სახელმწიფო აიცნობას მოგცევ რა. სომხეთმა 208 დოლარი მისცა თითო კაცს. აი მივდივართ იქამდე გავშალოთ ეს თემა. აი მილიონნახევარი. ხუთი სახელმწიფო რუსეთი, საქართველო, გვინეა და თუ არ ვცდები მონტენეგრო. ხუთი სახელმწიფოა. რომელმაც განაწილვა 6 თვეზე. წარმოვიდგინეთ, ესე იგი კრიზისი ხო დაიწყო თებერვალში. და ამ კრიზისის მოსახლეობის 50% შეხვდა ვალით. ყველა სტატისტიკური მონაცემების მაჩვენებელია. დანაზოგით მოსახლეობის მხოლოდ 5% შეხვდა. ანუ ვალებში ჩაეფლო ვიღაცა რეპეტიტორი იყო ბოლო 3 თვის განმავლობაში მოწაფე მასთან აღარ დადის. შესაბამისად ვალები დაედო და ასეთ ადამიანებს ყველაფრის ნაბიჯზე ხვდებით. ეხლა თვითდასაქმებულების სხვა პროფესიის ვეღარ მუშაობენ, დაუბრუნდათ ქირის ფული, ოჯახი გამოსაკვება, ასე შემდეგ, ხო? რას ეუბნებით ამ ხალხს, ახლა? არაფერს, თითქოს არ არსებობენ. ეხლა ნორმალურია ის ვითარება, როდესაც გამოდის გახარია პრემიერ-მინისტრი, ხო? ჩემთვის კიდევ ვთქვი, პრემიერ-მინისტრი მილიარდერის წარმომადგენელი გახარია და ამბობს, რომ სოციალურ დაუცველებს დავეხმარები თვეში 100 ლარითო. მომდენო 6 თვით როდის დაიწყებს კაცმა არ იცის და უწესებს ორ კრიტერიუმს ვიმეორებ გახარიამ თქვა სოციალურად დაუცველი სტატუსის მატარებლებს ბატონო დავით 100 ლარით დავეხმარებითო მაგრამ ორი კრიტერიუმი უნდა დაკმაყოფილდეს რომ თქვა რა არის ორი კრიტერიუმი 65000 ქულა და ზემოთ უნდა კონდეს და 3 შვილი და ზემოთ ესე იგი სოციალური დაუცველი თუ კი არის არა 65000 ქულის მატარებელი. არამედ არის ოდნავ აცნელი 65000, ხო რა, არ უჭირს? ან დაუშვათ არის 65000-მდე, ხო? და ყავს ორი ბავშვი. იმ 100 ლარსაც ვერ მიიღებს. ესე იგი, თვითდასაქმებულებს შემზე კარგად იცით რა უთხრა, ხო ხელისუფლება. ეს ყველაფერი რიტორიკის დონეზე. უთხრა რომ შენ თუ დამიმტკიცებ, მოგცემ იმას, რასაც მოგცემ, ხო? 200 ლარსო, ხო არ გვეშლება, ხო? მაგრამ ნახეთ რა ხდება. დათო აქუბარდია დაკარგა სამსახური მთელი 4 თვის განმავლობაში. რაღაცნაირად კარგი, არ ვიცი, ჩაატარა ფოკუსი, მოიტანა ცნობა და მიცეს პირველი 200 ლარი. დაგვია ხო, კაცი ვალებშია ჩაფოლი, უკვე აღარ იცის სული. ყველა ვალებში. აღარ იცის, ხო, მართლა ეს კერჩი უჭირავს, სული ვარ ამოძვრეს, ხო? მაგრამ მომდევნო თვეს რაღაცა, აი 200 ლარიანი სამსახური იშოვა.
ან 150 ლარი სამსახური. დამლაგებად დაიწყო მუშაობა. მორჩა გათავდა მომდენო 5 თვის განმავლობაში 200 ლარს აღარ აი შპაკურის სლაბ ეს არც ვიცოდი. ეს მეთქვენ? ანუ მაგალითისთვის, აი მოდით რა ვინ თვით დასაქმებული, რომელი აი სამსახური დაკარგული, არა, რომელი პროფესია ავიღოთ რა. 200,000-ზე მეტმა კაცმა თბილისში დაკარგა. ნებისმიერი სამსახური დაკარგული ადამიანი თუ ნებსის ყუთში გაძვრება და რაიმე სახით თქვენ დაგიდასტურებთ, რომ თვით დასაქმებული იყო. ხო? 4 თვით დაგვიანებით წამოვიდეთ. შე რამდენი რა ვალები გაქვს დაგროვებული უკვე წამოვიდენიათ, ხო? და ხასახებ თითქოს გიხარია, ხო? ვა, თუ ცნობა ვიშოვე 200 ლარს სახელმწიფო მომცეს ოქტომბრის ბოლომდე, ანუ ჯამში 1200 ლარს. მაგრამ პარალელურად ნახეთ, სამსახურის შორაზე რაღაც უნდა ვიფიქრო. იმიტომ რომ ამ 200 ლარს დავკარგავ და 200 ლარს რომ ვერ ვიცხოვრებ, ხო ფაქტი უნდა ვიშოვო და თუ ვიშოვე, სახელმწიფო აფისარი რამდენი 1000 იქნება ეხა ესეთი. ამიტომ ჩემო ბატონებო რა, ეს არის უალტერნატივო გამოსავალი 10 მილიარდი თუ ხო თქვა ხელისუფლებამ მოვიზიდეო რა. არ შევიდეთ ამრი დავუჯეროთ, დავუშვათ 10 მილიარდი ლარი და 3 მილიარდი დოლარი, ხო? 5 მილიარდი ლარი ბატონო დავით ამ 10 მილიარდიდან მიდის ბიზნესისთვის, ანუ კომერციული ბანკებისთვის, რომ მათ მერე სესხები გასცენ და საბანკო სექტორი არ ჩამოიშალოს. კარგით, 10 მილიარდიდან რომელიც თითქოს მოზიდული ყოს და დააჯერეს და საქართველოს რომ მოზიდული აქვს, მინდა მეც დავიჯერო, მაგალითად მოდით რა მივყვეთ. 5 მილიარდი თქვით საერთოდ. მეორე 5 მილიარდი როგორ ნაწილდება? 2 მილიარდი ლარი მეორე 5 მილიარდიდან ბიუჯეტში შეავსებს საგადასახადო შემოსავლების დანაკლისს. ანუ საგადასახადო შემოსავლების დანაკლისი ხომ იქნება ეხლა, ხო? და ეს 2 მილიარდი უნდა მიემართოს იქით. დარჩა 3 მილიარდი ლარი. და ჩვენი აი ეს პროგრამა ზუსტად თავიდან ბოლომდე დაანგარიშებული ხდება 3 მილიარდი ლარი. სწრაფი დახმარების სახით. მაგრამ ხელისუფლება ნახეთ რას ამბობს? 3 მილიარდი ლარი მე პირდაპირი ინტერვენციისთვის მაქვს, მაგრამ ამას არ დავხარჯავ სწრაფი ინტერვენციისთვის და განვაწილვადებ 6 თვეზე. და ღობეყორეს მოდებულია, ხახტო, იქ რაღაცას ეუბნება, იმას დავასუბსიდირებ, ამას დავასუბსიდირებ და არანაირი ეფექტი ამას აღარ აქვს საერთოდ. დაგვიანებული, როდესაც აკეთებ, მით უმეტეს, ხო? ბიჭო, მიეცი 500 ლარი ბაბს ოჯახში, რომლის ოჯახის მეპატრონიზაცია შეათ ისედაც, ხო? უფროს მიეცი 1000 ლარი მოზრდილს, ხო? და ოჯახში შეიძლება გამოვიდეს 3000 ლარი, ზოგს 4000 ლარი, ზოგს 3500 ლარი და თვითონ განკარგონ. საკუთარი შეხედულებისამებ, ხო მართალია. შენ რატო უსაზღვრავ, თუ კი აძლევ, მაგრამ სინამდვილეში რატო ვიცით ბატონო დავით? იმიტომ რომ манипуляციებია ეს ყველაფერი. რომ თითქოს რაღაცა სიტყვების რახარუხი მოახდინონ, რომ ვიღაცას ვეხმარებით, რაღაცას ვეხმარებით, მორჩაკა სინამდვილეში აფს არ ეხმარებიან. მაგრამ თუ კი გინდა შენ მართლა რეალურად დახმარება, აბატონო, ფული ხო გაქვს? 3 მილიარდი ლარია საჭირო ამისათვის. ეს თანხა არსებობს. ბიუჯეტზე აღარ ვლაპარაკობ, ჩემო ბატონო დავით. რომელშიც შესაძლებელია შეკვეცა კიდე დამატებით, ხარჯების, უამრავის, ხო? რაც გააქვს შენ უკვე მოზიდული ეს თანხები საკმარისია. ამიტომ ეხლა კითხვა ჩდება, რატომ აკეთებენ ამას? მე მაქვს პასუხი, რატომაც აკეთებენ და რატომაც არ უნდათ ჩვენი გეგმით სიარული. და იცით რაში მდგომარეობს პასუხი? მათ განგებ უნდათ 6 თვეზე განაწილვადონ ის რაღაცა მიზერული დახმარება, რომ მაქსიმალურად ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო პროცესის თვალსაზრისით და პრიზმაში, რომ იქნებ ამით დავაკავო და მოვიბა მაისი, მოვიბა ივნისი, მოვიბა ივლისი, აგვისტო, სექტემბრი, ოქტომბერი. 6 თვე, ანუ უნდა იწუწავო ხახნო ამ რაღაცა ლარებით, ხო? და კაცი ვერ გაიგებს ვის რა დაეხმარეს. თუ სახელმწიფო ხარ და დახმარება გჭირდება, გიდეს ფული. არანორმალურად გაჭირებული ადამიანები ყავს აგერ მოსახლეობის სახით. 2,700,000 საქართველოს მოქალაქეს შენ უთხარი უარი დაპირების სახითაც კი. არასდროს ყურადღება არ მიაქცია, ხო? შეცვალე შენი გადაწყვეტილება და ის თანხა რომელიც გაქვს მიეცი სწრაფად ყველას ხახნო გარდა 40,000 ლარიზე ზემოთ ვისაც აქვს შემოსავალი და მდიდრებისა. ბავშვებს 500 ლარი
1000 ლარი სრულწლოვანებს. დღეს გამოდის ძვირფასო მაყურებელო რომ ხელისუფლებამ უგულებელყო ისეთი საზოგადოებრივი ჯგუფები, როგორიც არის, არ ვიცი, პენსიონერი, დევნილი, სტუდენტი, სოციალურ დაუცველთა ძალიან დიდი ნაწილი, ეს ცინიზმია, რაც მე მოგიღებით. სოციალურ დაუცველებს რო ეუბნები, რომ კი დაგეხმარები, მაგრამ სამი შვილი უნდა ყავდესო. წარმოგიდგენიათ ეხლა? 78%-ს მე მგონი ორი შვილი ყავს საქართველოში. არა, სოციალურ დაუცველების საერთოდ სტატუსის მატარებელი რო ხარ, ეხლა რამდენად გაჭირებული ხარ, წარმოგიდგენიათ? 2015 წელს ბატონო დავით, სოფლიო ბანკმა თელს სოფლიოში ჩაატარა ყველა, მაშინ არ ჩაუტარებია. 2015 წელს ჩაატარა ბოლო აი ესეთი ფუნდამენტური კვლევა და მათ შორის საქართველოს ჩაატარდა. და რა დადგინდა, იცი? 69% არის ღარიბი საქართველოში. სოფლიო ბანკის მონაცემებით, თვითონ მაყურებლები. 2015-ში ჩატარდა ეს კვლევა თელ სოფლიოში, მათ შორის საქართველოში, სიმართლისათვის უნდა ითქვას, 2015 წლის შემდეგ ეს კვლევა არ ჩატარებულა. 69%. ამ 69%-დან 42% არის ღატაკიო 2015-ში. ჯერ კიდევ ლარისი გაუფასურებული არისო. და ჯერ კიდევ მარწუხები ან სიდუქჭეს მოჭერილი ისე არ ხონდა იმ სიმძლავრით და იმ ტკივილით, როგორი დღეს არის, ხო? 5 წლის თავზე. დღეს ალბათ რო ჩაატაროს სოფლიო ბანკმა ანალოგიური კვლევა 69%-ის ნაცვლად იქნება 80%-ამდე. ჩანს რა იგი. მას შემდეგ არ ჩაუტარებიათ კვლევა სოფლიო ბანკმა ჩაატარა სხვადასხვა სოციოლოგიურმა ძალიან ავტორიტეტულმა კვლევითი ორგანიზაციამ, როგორც არის ედისონი. აი რამდენიმე კვირითი ჩატარებული ედისონის კვლევა გახახო ქვეყანაში რას გვეუბნება, ხო? მოსახლეობის 45% ამბობს. აი ჩვენი დედები, მამები, გარშემო მეზობლები ამბობენ, რომ საჭმლისთვის მეყოფა ფული მხოლოდ ერთ თვეზეო, ანუ ერთ თვეზე მას გაანგარიშებულიო, ამას ამბობს 45%. და 40% ამბობს, რომ ერთი თვიდან 3 თვემდეო. გამოგიდგენიათ? და მხოლოდ 7% ამბობს, რომ 6 თვის მაქვს საკმარისი რაღაცა თანხა. ეხლა 4 თვია უღრმესი კრიზისია, ხალხი სახში გამოკეტილია, კაცო. აი თითქოს სახში ყარები მიუკეტეთ და გარედან ჩავკეტეთ. და ამ ხალხს არაფერი. ეხლა სხვა რა გამოსავალია? ეს არ არის ის გეგმა, რომელიც ანტიკრიზისული, ასე ვთქვათ, საუკეთესო გამოსავალი უნდა იყოს ამ შექმნილ უძიმეს მდგომარეობაში. მე ვფიქრობ, უბრალოდ იმიტომ კი არა, რომ ჩვენი გეგმა, იმიტომ რომ კი არა, რომ ჩვენ ვიმუშავეთ და ახლა თქვენ გაცნობთ. ძალიან დაგვიანებულია ხალხი. დაგვიანებული აშკარა ჩანს, რომ დაგვიანებული. კიდევ საუბარი იმაზე, რომ როდესღაც დავიწყებ და მე როცა დავიწყებ, იქიდან 6 თვეს გადავიანგარიშებ და 100 ლარს მოგცემ და 200 ლარს მივცემ, ისიც ძალიან მცირე ნაწილს, ხახნო. წარმოგიდგენიათ, რომ სულ ეს თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების ეს რაღაცა რიტორიკული დახმარება და დაპირებები 600,000 ადამიანს შეეხო. წარმოგიდგენიათ, აი ამ სადაც ქვეყანაში სოფლიო ბანკი მეუბნება, რომ 79% არის ღარიბიო და კრიზისმა დაარტყა, მაგრამ რა დაარტყა, ხო? ეხლა ხელისუფლება გამოდის და აღიარებს მარტო 600,000 ადამიანს, კაცო, მეც არა. ჩვენს ქვეყანაში დასაქმებული არისო, ვიღაცაზე რო გავიგებთ. უკვე აპრიორი ხო არ ვფიქრობ, რომ დასაქმებული რახან არის, რომ იმას ულხინს, ხახნო. 540,000 ადამიანს საქართველოში, ვინც არის დასაქმებული, ხელფასი აქვს, ბატონო დავით, იცი თქვენ, 500 ლარი და ქვემოთ. 500 ლარი და, ანუ სამსახური აქვს, თითქოს. დილით იღვიძებს. რაღაცა სამუშაო შავი დაავადებული აქვს. მიდის სამსახურში, მოდის. თითქოს სამსახური აქვს, მაგრამ ხელფასი აქვს 500 ლარი და ქვემოთ. და ასეთი არის 540,000 ადამიანი. ახლა ეს ჩემთვის კატეგორია არის არანაკლებ გაჭირებული, ვიდრე სოციალურ დაუცველი. პირდაპირ გეუბნებით რა. 540 ლარი რაში უნდა გეღოთ, კაცო? და კომუნალურს არ ყოფნის. და ამ ადამიანებზე ხო საერთოდ საუბარი არ არის. აი ამ დასაქმებულებსაც ჩვენი პროგრამით და ჩვენი გეგმით, ამ დასაქმებულ ადამიანებს, ჭყალებში დასაქმებულ ადამიანებსაც ეხება
ეს დახმარება. ანუ ასეთ თითოეულ პირსაც აუცილებლად სახელმწიფო უნდა მისცეს 1000 ლარი. ნიკა, რეკლამაზე უნდა გავიდეთ, არ შემეძლია არა კითხვა, აი რა აშკარად სერიოზულად გიმუშავებთ ბიჭებსა და მაინტერესებს თანხები, აი შენ წეგან მოყევი, რომ 5 მილიარდი რომ აქეთა მხარე ესე იგი ბიზნესი მიღმა რო არის, იქიდან 3-იც კი ეყოფა ამასაოს. ჩვენი არ გაიღებენ. აი არ გაიღებენ, ამაზე ჩვენ ახლა ხვალინდებით არ გაიღებენ. აი მაინტერესებს რომ რეკლამის შემდგომი კი ბატონო, არ გაიღებენ ერთია, მაგრამ როგორია კაცო, ვიღაცა არ ვიცი ხო, არ სახელი და გვარი კონკრეტული ადამიანი არსებობს, უსვენს გახარიას, ხვდება მშიერი, შეშეთხოვში შეიძლება კომუნალური ასე თქვა, ესე გადასახდელი ფულიც კი არ კონდეს და ის დაპირების დონეზე არაფერს არ თავაზობს ამას. აი ეგ დამირეკა სენაკიდან მე. ხო და გეუბნებით ბატონო დავით. ქართული ოცნება თუ კი ვინმეს დაპირდა, თო დახმარება შევთანხმდეთ რა. არავის არ მიუღია. მხოლოდ ბლა 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 მეტი არაფერი. 600-1000 ადამიანი აღიარა და ისეც უთხრა რომ 6 თვეზე მოგცემთო და პირობებით ერთი და კრიტერიუმები დაუწესა. ვიღაცას უთხრა ეს დამიმტკიცე, ვიღაცას უთხრა ის დამიმტკიცე, ვიღაცას უთხრა და შეგხედავ და მე დაგიხმარებიან და დაგიხმარებიან. აი ამას დეტალურად ვისაუბროთ მეორე ბლოკში. აი იმისი დრო არ არის ხახდო. ამისი გარჩევის დრო აღარ არის. რეკლამაზე გამიშვი და ეს დავამატებ ნიკა 40 დღის წინ იმ ამერიკის პრეზიდენტმა $1200 დაურიგა. 40 დღის წინ მარტის ბოლოში დაარიგა. სერბეთში ბატონო დავით, ეხლა სერბეთი არ არის განვითარებული სახელმწიფოს რიგებში მყოფი სახელმწიფო. პირდაპირი დახმარების წესით სახელმწიფომ ქეში ნაღდი ფული მიცად მოქალაქეს კრიზისში აი ცეცხლი რო ეკიდა ჩაუქრო და უთხრა ეს შემიძლია ჩემო ბატონო აგერე შეკონკრეტული თანხა გამოიზოგე აი მადლობა ამ საუბრისას და მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ ხალხმა ჩვენზე ღარიბულად ცხოვრობენ სომხეთ ნუ ფაქტიურად აი მართა გეუბნებით მიკვირს როგორ არსებობენ და ხო ესე იგი $208 ეს არის თითქმის აი $560 დაბიჯერეთ, აი გააკეთეს, მოახერხეს და 14 მაისია დღეს. დაპირებულის რაღაცაც კი არაა გაცემული და მოდით ამ თემებზე მეორე ბლოკში გავაგრძელოთ საუბარი ნიკა და დაგველოდეთ ახავე დაგიბრუნებით. ასე ნიკა მელია გახლავთ ჩვენი სტუმარი და გულწრფელად გეუბნებით აი ყოველგვარი იმის პათეტიკის გარეშე. მე ვერ გავიგე რას გვპირდება ხელისუფლება. ძალიან მარტივი ციფრებია გაგერნიკას მოყვანილი რომ ყველა მოქალაქეს ყველას ვინც მუშაობს და ვინც არ მუშაობს 1000 ლარი ცოტაც კი არის მაგრამ დათვლილი აქვს რომ 1000 ლარი მოზრდილებს ბავშვებს 5 აი მარტივი ციფრი არის დაუპირისპირდეს ამას მთელი ეს ეკონომისტების და იმის ჩინოვნიკების არ მიაყავს ხელისუფლებას და დაუპირისპირდნენ და უფრო უკეთესი შესთავაზონ თუ კი სომხეთმა მოახერხა თუკი ამერიკა ყველა ქვეყანა ეხმარება ეს არის სოლიდარობის განცდა და ეხლა შენ რო გისმენდი ნიკა გამახსენდა დედაჩემი მიყვებოდა იცი არსენას ქუჩა გეცოდინებაში ხო დაწვიდას აი ძეჟის ქუჩაზე რა 18 ნომერს ცხოვრობდა დედაჩემი ოჯახი რა და ესე იგი როგორც კი ომი დაწყებულა ის სახმართველობიდან მოსულან ჩაუწერიათ ოჯახის წევრთა რაოდენობა ყველაფერი და მისეს ნავთის ტალონი, კერასინკები იყო, მას სად იყო, გაზი და ასე შემდეგ და პურის ტალონი, რაღაცეები და იცი რა არის სტაბილურად დადიოდა არსენალს კუთხეში იყო ნავთის წერტი და ყველა იზებდა, იცი განაწილება ეს სპარტაჟერის პირველად ეს დაიწყეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში და მე ახლა არ მინდა იცი მერიდება ნიკა ადამიანებზე თქმა აუგისა მაგრამ ინგლისის დედოფალი არ ათხოვდა თავის სახლს. პრივილეგიას არ შეეძლო ინგლისის დედოფალს მეორე მსოფლიო ომის დროს, პირველი მსოფლიო ომის დროსაც ეს ეხდებოდა სხვა შორის და ხა ზოგიერთი მინისტრი ვარს არ დავასაკლია პრივილეგია მაქვს რომ წინ ვიჯდება. არ არიან სწორი. ყველას დაატყდა ეს პრობლემა და სოლიდარულები უნდა იყოს ხელისუფლება. აი მე მართა ვერ გავიგე რას ეხმარება ხელისუფლება და აგერ ნიკა ცდილობს დაგარწმუნოთ თქვენ რომ ქვეყნის რესურსი არსებული რესურსი შეიძლება 1000 ლარი მიიღოს ყველა მოქალაქემ დასაქმებულმაც და დაუსაქმებელმაც და არა რატო იცი დასაქმებულს რომ ყური არ უნდა მოუჭრას ნახეთ დასაქმებულსაც შეიძლება დასაქმებულსაც აძლევთ კი აუცილებლად იმიტომ რომ 540 ფეხით უწევს სიარული ანუ ტაქსი უნდა გააჩეროს და დივიდენდს 540,000 ადამიანი მუშაობს თითქოს თქვი მე რეკლამამდე და ვინც ახლა შემოგვიერთდა და გავიმეორებ მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება ხო
და კარგად გონებაში გამოტარება თუ დასაქმებულ ზოცა ვამოდეს ზანისას ადამიანს ულხეს კი არა 540,000 ადამიანი მუშაობს დასაქმებული ქვია და 500 ლარი და ქვემოთ აქვს ხელფასი 500 ლარი და უკიდურეს უფრო დაბალი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ გახარია რა პრეზენტაციითაც წარსდგა 2,700,000 საქართველოს მოქალაქე მან არ აღიარა 2,700,000 მოქალაქე კაცო 3,700,000 ვარ სულ 2,700,000 მოქალაქე თითქოს არ არსებობსო მათ არც კი დაპირდა არაფერს ხო და 4 თვეა გასული უკვე კრიზისი გაღვავდა ეხლა ხო იცი როგორ არის ვალში თუ ხარ მე მიდიხარ სულ მინუსში და სულ უფრო იდებ ვალს რაც უყარო ვალი თუ დაგაწვა ხო მე ვალი გეზრდება ხო იქიდან ამოძრომა ძალიან რთულია ვალის აღება ვალს მე წაიღებენ ეს საწე ის სოფლის მაღაზიებიც აღარ მუშაობდა რომ ნისიათა იყო აღარც ეგენი მუშაობდა ეხლა თქვენ დღეს პარში და გუდვილში და ასეთ ქსელურ სუპერმარკეტებში ნისიად არავინ არ მოწევს იქ რეული შემდგე კარგად იცით იქ არ უდებთ ნისიების ხო ანუ პირდაპირ გაგებით ეხლა იცით რა არის აი პულის მიცემა სწორი იცით ახლა ბატონო და სხვა გამოსავალი არ არსებობს ასეთი ხალხი დღეს მე ვეცადე ვნახეთ ხო ჩვენ პარტიაში ნაციონალურობა რომ 8 კონკრეტული ოჯახის მაგალითზე გვეჩვენებია 2,700,000 ადამიანი და ვიღაცა არანაკლებ გაჭირებული და ვიღაცა ზუსტად ისე უჭირდა სხვაჩვენს იცი მე ხა გისმენდი ნიკა ბოდი შენ მინდა რომ ხა განვაზოგადო და ეგება გახარია და ეს მისთანებმა ცოტა ტვინი გაანძრიონ დაუკვირდით რა და გენიალურად მარტივი რაღაცა თქვა ნიკამ 60% მოსახლეობისა მიმოფანტული არის თბილისის გარშემო ხო აი ნისიებზე არის და ის მაღაზიები კოტერდებიან იმიტომ რომ მათ ხო ფული დააქვთ ნაყიდი რეალურად ამუშავებს იმ მაღაზიასაც და აი ეს საქონელ ბრუნვა განხორციელდება თუ კი 1000 დარს ვის ხო ნისიებს გადაიყვანს ის კიდევ იყიდის კიდევ შემოიტანა მარტივი რამე ბატონო მარტივი რამე მინდა თქვა რა 3 მილიარდი ლარი ჯდება ამ პროექტის განხორციელება რომელიც პროექტი ძალიან აკადემიურად ჟღერს გადარჩენის გეგმა როგორც გინდა დაავარქვათ რა უალტერნატივ არ აქვს და 3 მილიარდი ლარი ხელისუფლებამ რომელსაც აქვს ხარჯავს და გეუბნება დრას რომ 6 თვეზე განმანაწილვადებო 6 თვეო როცა დავიწყე მაქსო ეს 3 მილიარდი ლარი განმანაწილვადებო მაგრამ მირცემო ძალიან ცოტასო ამ ყველა სფეროს და გითხარით ეხა 200 ლარს რომ მიცემს ჩემო ბატონო თითქოს 6 თვის განმავლობაში სინამდვილეში ნახევარზე მეც არც კი მიცემს იმიტომ რომ ის ერთ დროს თვით დასაქმებული სადღაც რომ მუშაობდა ხო როდემდე 6 თვე არა რომ იშოვოს და ამათ შემწეობაზე დაждდეს ხო ეხლა რა შეეყოფა 200 ლარი კაცო ოჯახს ხო რაღაცა სამსახური უნდა გაინძეს ხო და სხვაჩვენს კარგ ფაქტს გეტყვი ესე იგი და მეორე მესამე მეოთხე თვე აღარ მიცემს იკა გენიალურ ფაქტს გეტყვი ამიტომ ბოდიშ დავასრულე და თავაში დავამგვალე ვარ ვარ დაგავიწყე დავამგვალე ახლა უკვე ეს თანხა 6 თვეზე კი არ განაწილვადოთ კაცო და მხოლოდ პატარა ნაწილს კი არ მიცეთ და ახსენი რატო აკეთებენ ამას იმიტომ რომ საარჩევნო პროცესს უყურებენ და იქიდან ამოდიან რომ საკუთარი ასე თქვა იმის რა ქვი რაღაცა თოქს მოაბან უხეშად ჟღერს მაგრამ ასე უყურებენ სამწუხაროდ რაღაცა კატეგორია ამომრჩევლისა მე დაანცეზე ფიქრობენ იქნებ დავაშინო იქნებ ისყა ეს მაგრამ ეს მოდი შემოვიმტკიცო ის თანხა უჯდება 3 მილიარდი ლარი ამას ღლარი ხარჯავენ ჩვენ გეუბნებით აიღეთ ეს 3 მილიარდი ლარი და გადაანაწილეთ სამართლიანად ყველაზე გარდა 40,000 ლარიზე ზემოთ ვისაც აქვს შემოსავალი და დიდრებისა და თვითონ განკარგოს იმ ოჯახმა იმ ადამიანმა ოჯახზე კი არა პირზე ოჯახზე გამოვა 3,000 ლარი აი ნიკა ბაბატი რა მაინც მინდა რომ მოვასწრე ხუმანიზმი არ არის უბრალოდ სიტყვები იცი ხუმანიზმი არის კასტმოყვარეობაა ქართულად რა უნდა გიყვარდეს მოყვასი საფრანგეთი მე იტალიის თავრობამ რა გააკეთა იცი ძალიან საინტერესო დეტალს მოგიყვებით დღეს გავცელდა კიდევაც და მე ეს ინფორმირებული ვიყავი სადღაც 78 თუ 80,000 ქართველი ქალები გასულები არიან ძიძებად და იტალიაში ძალიან კისარი ნუ სადღაც პენსია იქ 1,400 ევრომდე იღებენ თუ კი ოჯახში პენსიონერი არის და ძალიან ბევრი ხელშეწყობის პროგრამებით ცდილობენ რომ ესე ვთქვათ აი ოჯახის წევრებმა კი არ მოუვარონ ამდენიმე პენსიონერებს არამედ ძიძებმა და მოხდა ისე ჩვენი დაწყევლილი ბერის ამბავი რომ 80,000-მდე ქართველი ქალბატონი უვლიდა აი ამ ძიძებს
და დაუყვიდით, ეხლა რადგან იქა სწორედ პენსიონერებზე იყო ასე ვთქვათ რისკი დაავადებისა, ყველა ოჯახი უფრთხილდებოდა პენსიონერს და ჩვენი ქართველი ძიძები აი მართა აი ბებიას როგორც ულიან ქართველი ქალები ისე უვლიდნენ ამ ადამიანებს და აი იტალიის პარლამენტში დიდი დებატები იყო და სულ წინააღმდეგი იყვნენ რომ დახმარებოდნენ აი ამ იმას არალეგალები არიან ძირითადში და იმდენად დიდი და კოლოსალური შრომა გაწიეს ამ ქართველმა ქალბატონებმა რომ იტალიის პარლამენტში ეს საკითხი გავიდა და ეხლა აი ივნისიდან ყველა აი ამ ქართველ ქალბატონს ძირითადში მაინც ქართველები არიან იქანო კი იმდანაც არიან უკრაინიდანაც არიან და მოლდავეთიდან და სხვადასხვა ღარიბი ქვეყნებიდან მაგრამ ძირითადი მასა ყოფილან ქართველები და აი მათი უფლებების დაცვისთვის კანონი მიიღეს ეხლა და მათ გადაადგილების თავისუფლებაც ნებადართეს და რაც ყველაზე თავარია ნიკა შენ მინდა ეს იცოდე მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფომ აიღო თუ კი ავად გახდა ეს ქართველი ესე ვთქვათ ძიძა მაის იმას კორნალობა სახელმწიფო იღებს ისინი ფიქრობენ არალეგალებზე ჩვენ ლეგალურად ვიცაყოს იმაზე ვიფიქროთ რა უნდა გვეკუთვნის ხელისუფლებას რადგან ყველა ვაგროვებთ ბიუჯეტში თანხაზე ბიუჯეტი ეს ოხერი არის კისა ინგლისურად ხო მოდით რა ეს ფული გავანაწილოთ თანაბრად ეს იდეა აქვს ნიკასა და ამით თქვენ გეუბნებათ რომ თქვენ არაკეთებთ სწორად გააკეთეთ სწორად ერთადერთი მიზანი არა ბატონო დავით რატო არაკეთებთ ახლა მით უმეტეს ეხა კიდევ ერთხელ მომაბეზრებელი შენ რაც არ უნდა მომაბეზრებელი იყოს უნდა გავიმეორო რა ბევრჯერ რომ ყველამ გავიგოთ ხახტო რა ეხა რა არის მარტო 4 თვე გავიდა ხო არაფერი არა დავრიგებული საერთოდ დაწყებულიც კი არა აქვს ხო და როცა დაიწყებენ იქიდან ამბობენ რომ მხოლოდ 600,000 ადამიანს დავეხმარები მომდენო 6 თვის განმავლობაშიო და ისეთი უამრავი მაქინაციაა ჩადებული რაღაცა ფული გაშეხარჯავო იცი რომ დაუსუბსიდირებო მე ერთ ლარსო დიზელშიო ფერმერს ეხა მიდი და აკონტროლე ეხა გაიგე ვის 1 ლარი დაუსუბსიდირეს და არ დაუსუბსიდირეს ხო? გამორიცხულია მიეცი ხახო ახლა დაგვიანებული მიეცი ყველას ის რაც ჩვენ გეგმაშია მოცემული თვითონ განკარგოს იმ ადამიანმა თვითონ უკეთესად იცის ჯერ ერთით ბარემ ჩამოვარდა საუბარი ფერმერებზე და სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებზე და გეტყვით ხო რასაც კი დაპირდნენ მხოლოდ ალბათ მეგონი სოფლიოში ერთ-ერთი სახელმწიფო ვართ რომლის ასე ვთქვათ ოპოზიციას ხო ანუ ხელისუფლების ოპოზიციას უწევს განმარტება როდესაც ამ საკითხზე საუბრობს რომ ხელისუფლების გეგმით რომელიც ოპერირებული კი ანუ მუშაობს არა არ განხორციელებულა ჯერ სადაც ოპოზიცია ალბათ ხელისუფლებას აკრიტიკებს სხვა სახელმწიფოებში მაგრამ აკრიტიკებს გეგმას რომელიც უკვე მოქმედია ან ცუდია ან ნახევრად კარგია ან რაღაცა აქ ჯანდაბას არაფერი არ არის ხო და 500,000 ფერმერიდან მოდით ეხლა ნუ ბევრი ლექსზე ზახის ხო ანუ სოფლად მაცხოვრებელ ადამიანს ვინც მიწასთან მუშაობს ხო ქართული ოცნება რაც კი თქვა ეხება დაპირდა ხო 200,000 ფერმერს ეხება 300,000 არა კაცო ამოაგდეს ანუ ჯუმბერის კი კოტეს არა მარტო ეს არა პრობლემა ეხლა ეს იდეა მართლა საინტერესო აქვს ყველგან გეუბნება მაგრამ ნიკა ახლა ანუ პოლიტიკური მდივანი ხარ თუ არ ვსწრები ამ თქვენი პარტიისა და არ გაწუხებს შენ და ინფორმაციაც არ შეიძლება რომ არ მოგდიოდეს მე პირადად ეს სულ ახსენებ თავრობას ამუშაონ ტრანსპორტი არ შეიძლება თაგორია ანუ ქვეყანაში თუ საზოგადოების ტრანსპორტი არ მუშაობდეს არ შეიძლება ეს რაღაც სამაგატყები დაურიგეს 22 ლარი უნდა 1 საათში ამუშავეთ ტრანსპორტი რაიონი და რაიონში რატო ის წერდა კარგი ჟურნალისტი არის სადღაც თუ არა ვწევი მცხეთის ზევით აქვს აგარა კიდე ვერ ჩამოდის მცხეთაში რომ რამე იყიდო ანუ დავით ეს ძალიან კატეგორიული მოთხოვნაა და გუშინ ამაზე შევთავაზეთ საქართველოს ოპოზიციისა რომ საკრებულო მდგომარეობა გაუქმდეს ეხლა მე მგონი ბავშვი თუ ახლა ბოლომდე არა გვაქვს ლიბრი თვალზე გადაკრული ხახტო კარგით რა იხა რა აუცილებლობა არის საგანგებო მდგომარეობის ეხლა რას იძლევა რას იძლევა კომენდანტის საათი ვინმე არა ეხლა ხო კარგით გავიგეთ წინა თვეს ვიღაცას ჯერ კიდევ არ ესმოდა კარგად ორი კვირის იქია ახლა გადით ეხა ქუჩაში ნახავთ ჩვეულებრივ თავკრილობებია ხო არავის აღარ ეშინია აღარ არის ნიღაბითაც არავინ აღარ დადის პირბადით არ დადის ხახტო ხალხი იკა აღმოჩნდა რომ იმუნიტეტიანი ნაცია ვართ რა და ეხლა ტრაბახობს ეს თალაკვაზე რომ აი არაფერი ჩვენ რა სატრაბახო ბატონო დავით სატრაბახო ისაა რომ ხალხი გამოკეტილია დღემდე ვიდრე ეხლა საუბრობ თო ცოტა ხანში ისე გამოიკეტებიან 9 საათზე და ვერ გამოვლენ
და სახელმწიფო თითქოს არ არსებობს. ეხლა არანორმალური ვითარება არის. არ მინდა ზედმეტად ხმაურიანი განცხადებები ვაკეთო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თქვენ განსაკუთრებით ახლა გიყურებთ ბევრი ისეთი ადამიანი, ვისაც ძალიან ბევრი რამ აკლია ოჯახში. სურსათი, სანოვაგე, ელემენტარულ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე მაქვს საუბარი. ეხლა თანხა დაზოგილი რო აკლია, რომ შვილს ზამთრის კურორტზე ვერ გაუშვებს, წელს ეს რო იცის წინასწარ და ვირადგირებულ რეპეტიტორთან შვილს რომ ვერ ატარებს, ეს დარდი და წუხილი ბევრ ოჯახში აღარ არის. როგორც წინა განაცემაში გითხარით, ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში სიხარულს როდის განიცდის რა? როცა ელემენტარული შესაძლებლობა აქვს და იცის რომ საჭმელია სახში. სიხარული მაშინ ეწევა ხოლმე. ეს ნორმალურია? თუ კი ვიღაცას უხარია, მაშინ ბევრს უხარია, მაშინ აქვს საჭმელი. 68% შეიძლება. 79% არის ღარიბი, საიდანაც 42% არის ღატაკიო, კაცო. და გამოდია მე და ხშირად მისვამე რა თქვენი ხელისუფლების დროს ხო ვაში გაჭირებული როგორ არისო, იყო. მაგრამ ეხლა აღარ შევჩერდები იმ ეკონომიკურ წინსვლაზე და წარმატებებზე და პარამეტრებზე, რომელიც სასიკეთოდ, ასე თქვა, ახასიათებს წინა ხელისუფლებას, ხო? ამ კუთხით და ამ ხელისუფლებას. პროცენტებს შევეშვათ, რიცხვებს შევეშვათ, უბრალოდ ხო ვიცით, ამ უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში რამდენი 100,000 მოქალაქე ქვეყნიდან გაიქცა. მასობრივად არიან გასულები. და თეთრსაყელოიანი სამუშაოს მოსაპოვებლად კი არ გაიქცნენ, საოფისე სამუშაოს და მოსაბძიებლად კი არ გაიქცნენ. შავი სამუშაოს მოსაბძიებლად არიან და იმით ინახავდნენ. და იქიდან 25,000 მოქალაქე უკვე ჩამოვიდა, ეხლა გაიხსნება, ასე თქვათ, ფრენები და საკუთარი, არ ვიცი, ბოლო ევროებით დაზოგილი თაღით და ჩამოფრინდებიან. სხვა შეს ამის სტატისტიკას აქ რას თავაზობს ხელისუფლება? რას თავაზობს ხელისუფლებას ამ ადამიანებს? უნდა უსვინოთ იმას, იმედსა და იქიდან რაღაცა სიკეთე იქნება. ნიკა, მე შესაძლოა. და თავარი არ დაგვავიწყდეს, ძალიან მინდა თქვა და ბატონო. ის რაც ჩვენმა მეგობრებმა სახელმწიფოსი ჩვენს სახელმწიფოს დახმარების სახით შესთავაზეს. საუბარია $3 მილიარდ, ხო? ეხლა გვესწრეს უკვე განცხადებები. კი ბატონო, პირველი ტრანში მოგეცით, მაგრამ იქ თუ ასე გააგრძელებთ ხელისუფლების მიტაცებას, უზრუნველყოფას სახელმწიფოში და მართლმსაჯულების მიმართულებით არ გაუმჯობესდება ვითარება, შემდეგი ტრანშები შემცირდება. დღეს ახლა საუბრობდით ოფისში ჩვენ ბევრს და ბატონმა რომან გოცირიძემ გაიხსენა და იწინასწარ მეტყველა შემდეგი რამ, რომ თუ ხელისუფლება რეალობას არ გაუსწორებს თვალს და არ მოусმენს დასავლეთ ჩვენს პარტნიორებს, ვიზია საუბარი, ვისგანაც მართლა დახმარებებს უნდა ვიღებდეთ და ვიღებთ 27,000 ტონა ხორბალი ვაჩუკა. ვიღებთ ვითარებასო, რა ვითარებას თქონდა შეურაცხმოების ხელისუფლების დროს, როდესაც კრიზისი ღრმავდებოდა და შეგნებულად სოფლიო ბანკი მაგალითად ტრანშს არ აძლევდა სახელმწიფოსა და ტერმინი გახსოვთო ცნობილი და ფართოდ უკვე გავრცელებული იყო ტრანში იგვიანებსო. შევარდნაძეს კი თავის რადიო მიმართვებში აი ნატო რაგვარი იყო ონიანი რო იყო ორშაბათობით რო ქონდა აი ხშირად ამბობდა რომ ტრანში იგვიანებს და სინამდვილეში იგვიანებდა იმიტომ კი არა იმათ ფული არასრულებდნენ ნაკისზე ვალდებულები შემობატონო ეს პრობლემა დაუდგება და ეხა ამის შესაძლებლობა არავის არ ეშინიათ ელემენტარულად უკვე იქ პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტების აქტიურობა რა შეგიჩერდებათო თუ აგერ 20 ივნისი მოდის ეშინიათ რომ რაღაცა აქციები არ გამართო და კომიტეტის საათი როგორც არ ვიცი მე რაღაცა ხეზე რაღაცა ცელოფანი რომ ქარის პირობებში რომ ზევით რომ რაღაცა ტოც მოედება და წლების განმავლობაში რომ შემორჩება, ხო იცით, აიზარება ადამიანს ცელოფის ბაკოზე ჩამოხდა, კომიტეტის საათი ასე შემოგვატოვეს. ნიკა, ერთადერთი რითაც გამახსენდება ეს კრეტინული და იდიოტური კომიტეტის საათი, მაგავიწყდება ხოლმე დღისი სიგარეტის კიდო და საღამოს რომ მივიდივარ, ყველაფერი დაკეტილია. აი ის 90-იანი წლების დასაწყისი, აი სამოქალაქო ომის დროს გაჩერებული იყო ქალაქი, იქამდე მიგვიყვანეს. აი ესენი ვერ ახდებენ, სხვა შორის ეს კუბილიუსი ამბობდა თუ არ ავსდები. საბჭოთა მენტალიტეტს არ უნდა გასწრეთო, გაცდით რა. და კუბილიუსი ნორმალური არ არის, კაცი რომელიც ევროკავშირი გაძევს ნახევარ, ხა ძვირფასო მაყურებლებო, ნახევარ
9 მილიარდ ევროს. ძალიან დიდი თანხა. ეს არ არის რაღაცა მანეთ 9, სახელმწიფო ზადრებს 9 მილიარდ ევრო. მოექცე, ამ ადამიანს ეს ქართული ოცნების პოლიტიკოს და კოორტა რასაც ახიან ნაციონალს ეძახიან კაცო. არა, კარგი რა ხომ მოვიტყოლე. ჯები არიან ესენი აღარ იციან. სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეზე რიჟზე რომელსაც გააკეთა განცხადება ის რაც გააკეთა პირველად საერთოდ ქართული პოლიტიკის ისტორიაში ნებისმიერი ხელისუფლების დროს პირველად გაკეთდა განცხადება ჩვენი მაღალწონიანი ამერიკელი პარტიული პოლიტიკოსის მხრიდან თანამდებობის პირის მხრიდან რომ პოლიტიკური პატიმრებიო არც მეტი დასტაგდები ხო ხომასია პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლეთო ხო ამის შემდეგ გამოდის იმ დღეს იყო რუსთავის ეთერში თავმჯდომარე ტროყას გამწესებული პარლამენტის ბატონი აჩიკო ბატონ ბიზინას და რა თქვა იცით ერთი და იგივე ხალხი ყავსო ნაციონალურ მოძრაობასო ასე თქვათ დაბებებულიო ფაქტობრივად ესე თქვა ერთი და იგივე წელში ტრიალებსო თუ დააკვირდებითო გეფიცებით თუ დააკვირდებითო ერთი და იგივე პირები აკეთებენ განცხადებასო კაცო ხო და ჭკუა ხოლმე დაატანო სანამ განცხადებას გააკეთებს ასო სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე არის ერთი და იგივე კიდე აზრჯერ გააკეთებს კიდე განცხადებას ესე იგი ელოდებიან კიზიგერი რომელიც სპეციალისტება ჩვენს რეგიონზე 200-ჯერ გააკეთებს კიდე განცხადებას ესე იგი თქვენი ლოგიკით გახარია თუ კი გააკეთებს 30-ჯერ განცხადებას მე უნდა გამოვიდე და თქვა რომ ქართული ოცნებას გახარიას გარდა არავინ არ ყავს. მე ამ გახარიაზე არა ეს უნდა თქვა. ეს რა გააკეთა ბიჭო დღეს ის სამი კაცი მანქანაში რჩება ნუ ვინ მოიფიქრა ესე დებილობა ნუ იხა კრეტინიზმია ეს საშინელებაა რომ უკან გიზის მანქანაში და გვერდზე დაჯდომა არ შეიძლება ნუ კანონს არ ღვევენ მე არც და მიმიქცევია ყურადღება თურმეს საგზაო უსაფრთხოების ნორმებში წერია რომ 4 კაცი უნდა იჯდეს აი კანონი დაარღვიეს და რა უფლებით აკეთებენ ამას ნიკა ეს აი კოშმარია და მე დაჟინებით მინდა შევთავაზო ამ კახარიასაც და მის ამქარსაც გახსენით ტრანსპორტი შეეშვით ამ მაღაზიების დახურვას და რა თქვენი საქმეა ფეხსაცმელებს გაყიდეს თუ იმას რა ქვია მაკინტოშის პლაშს გაყიდეს რა იდიოტობა ვინ გეკითხებათ საბჭოთა მენტალიტეტი აქვს მე არ ვიცოდი ეს გახარია მენტალობით ესეც ისა რუსული მენტალობის არის რა ყველანი ახელისუფლებაში აღმოჩნდა საბჭოთა აი საქინფორმის განცხადებების დონეზე დგანა და ლევიტანები იგრინებიან ჩვენ უბედურება ეს არის ჩვენ რა პოლიტიკურ უბედურება დაგვეთქვა ნიკა მე რა არის გასარღვევი რა არის აუცილებლად გაირღვევა წელს აი არ არსებობს ეს ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილი არის თანამედროვე შაქრო კალაშოვი კრიმინალური მენტალობის ადამიანი რომელსაც უფრო ბევრი მილიარდი აქვს ხახდო ტყუილზე და ეს ხალხი ჩვენ ყველანი შევეჩვიეთ რომ არა მატყუარები აღარ გვიკვეს შრატი გავიკეთეთ ანუ იმუნიტეტი გვაქვს ამათ ტყუილზე უკვე იმიტომ რომ თამოყარე სახელმწიფოში მოსახლეობა არა მომისვინეთ მოსახლეობას პირველივე დიდ ტყუილზე ექნება ძალიან წვავე რეაქცია, ხო? ეს როგორი არჩევნები გადავდოთ ქვეყნის სახელმწიფოს ბედი მომავალში, ხო? ჩვეულებრივი ტესტი იქნება, ხალხო. და ეს ტესტი ჩაბარდება. ქვეყნის საკითხიდღეოდ და სასარგებლოდ. ახლა ამდენი ტყუილის შემდეგ თუ ჩვენ, ხო, ხელისუფლებას, რომელიც ამ ტყუილებს აფქვევს, კვლავ დობის მანდატს ვაძლევთ მაშინ მეგობრებო თქვენი საერთოდ გავაუკვეთ არჩევნები ბოლომდე არ ჩავატაროთ არა ფასი ხონდა უნდა დაწესდეს სტანდარტი არა გულეგერა ეჭვი არ მეპარება იოტის ოდენა არ მეპარება მაგრამ ხმამაღლა მინდა ვიფიქრო რა და ამ კუთხიდაც ვეცადო რომ ჩვენმა მაყურებლებმა დაინახონ პროცესი ჩვენ უნდა დავაწესოთ წელს სტანდარტი რომლის შესრულებას ბატონო დავით მოუწევს ყველა მომდენო ხელისუფლებას და რას გულისხმობ აი ამდენი ტყუილის შემდეგ სხვა საკითხებს დავანებოთ თავი. უნდა დაისაჯოს ხელისუფლება არჩევნებზე. მან უნდა დაკარგოს მანდატი და მან უნდა ხელი დაუქნიოს თავის ასე თქვათ ძალაუფლებას და ხელისუფლებას. რომ მომდენო ხელისუფლებამ გაისეგზეგანოს, რომ მსგავს ტყუილების მეორებში
თუ აღმოჩნდებიან მოსახლეობა არაპატიებს დღეს როგორი მოცემულობა გვაქვს მოდით რა ესეც ვაღიაროთ რა ბატონო დღეს ხელისუფლება ფიქრობს ოკეი ვიცი ეჭვი არ მეპარება რომ თავხედობ რომ ტარანზე მივდივარ და დიდყუს ვამბობ მაგრამ გავიტან რა მაინც ბოლოს მიჩვენია რომ ვაღიარო რომ რაღაცაში შევსწე ეს უფრო დიდ სიზუსტედ იქნება ჩათვლილი საზოგადოებაში და მიჩვენია აი ვიყო მაჩო ადამიანი თავხედი რომელიც არ შეეგუება არავის ეხლა ოპოზიცია ყავს გამოცხადებული მტრად თავდაცვის მინისტრ ღარიბაშვილს რომელიც გაგანია ეპიდემიის დროს ამბობს რომ ორი მტერი ყავს ჩვენო ერთი ხილულიო კორონავირუსიო და ერთი უხილავი კორონავირუსიო და მეორე ხილული ნაციონალური მოძრაობის სახითო ნორმალურ სახელმწიფოში თავდაცვის მინისტრი კრიზისის ანუ ძნელბედობის პიკზე ამ განცხადებას ჯერ ვერ გააკეთებდა და თუ გააკეთებდა ერთ საათში დაემშვიდობებოდა იმ თანამდებობას. ვინ მოთხოვს საათების კოლექცია ქონია. ნუ საგიზეთია მე მაბატე რა ეთერი მითავდება და მინდა გითხრათ ჩემო ნიკა. აი საფრანგეთმა გლეხებს მისცა მიწა. ნაპოლეონმა შედევრი ისინი გააკეთა პროექტები ამუშავა ისი და იცავდა ფრანგი ერი იცავდა ამ იდეებს. ყველა ეხა მე ბევრს არ მოსწონდა ბისმარკმა რა გააკეთა იცით გერმანელებს არხები გაუყანა ჭაობები ამოუშრო სხვა შორის ვისაც გაინტერესებთ კოლხეთის დაბლობის ჭაობის სამოშორების გეგმა გადაიღეს აი ამ იმისი 70-იანი წლების გერმანიის პროექტისაგან ის მერე გერმანელი იცავდა ბისმარკის გერმანიას ჩემი დაიჭერეთ ყავ დასაყდენი ვერ შექმნა ნაც კოცებმა არ აყავთ აი დასაყდენი არ აყავთ აი გარკვეული აი საზოგადოებრივი ფენები თუ არ დაიცავს ხელისუფლების იდეალებს ის ხელისუფლება წასული არის და მაჩვენეთ რა რამე იდეა დადებით არა აქვს ამათ რა იდეა ბატონო დავამთავრე იდეა იდეოლოგია პრინციპები არ არსებობს კრიმინალი შაქრო კალაშოვი მეთქი ბაპატია 90 წელი ერთი წუთით ის რომ დღეს ვითარება შეიცვალა ვის შეცვალა ეს ვითარება უკეთესობისკენ ინსტიტუტები რო არსებობს და რაღაცა სახელმწიფოს ნიშნები რო არსებობს ეხა მოგწონს არ მოგწონს ვიღაცა ვართ ამ ქვეყანაში ხო წინა ხელისუფლება ეს გააკეთა 90 წლებში ძალაუფლება ვის ჰქონდა კაცო კრიმინალებს ჰქონდა კანონიერ ქურდებს ჰქონდა შაქრო კალაშოვი ტარიელორი არის ამათ ჰქონდა გავლენ აბა შინაგან კომენარჩევაშვილს ჰქონდა გავლენ კაცო გავლენ ანუ გამაგიჟეთ ხო აი ცუდი ფონი გვაქვს აი მაგას ხო არ ჰქონდა და დღეს თანამედროვე შაქრო კალაშოვი არის ბიძინა ივანიშვილი რომელიც მაფიოზური გაგებით მართავს სახელმწიფოს, იმიტომ რომ მას არანაირი მორალი არ აქვს და არანაირი სახელმწიფოებრივი ხედვა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში აქედან უნდა ამოვიდეთ. არავინ აღარ ფიქრობს, აი ამ ხელისუფლებიდან და ესაა ტრაგედია ჩვენი. ამას უნდა შევებდო. და ივანიშვილს ახარებს თუ ჩემი სტუმარი ხარ, გულწრფელადგენები შენ მე არ მინდა ბატონო დავით ვიხილო 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე ქუჩაში გამოსული და ისე გაგდებული ბიძინა ივანიშვილი. იქნება ეს ხალხი თუ ხელი წაუწდება ამ ადამიანს და სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს არ ჩაატარებს, ეს ხალხი გარეთ გამოვა და სადღაცა ებაში რა ქვია, ბოლოში და შუაში არ ვიქნებით რა ჩვენ. გაიხარე ნიკა. ემან სადღაც მოწინავე რიგებში ვიქნებით, იმიტომ რომ პირველ დატყვას ჩვენ მივიღებთ. მაგრამ სამაგიეროდ შვილებს და შვილიშვილებს შემოუნახავთ როგორც მინიმუმ შანს ამ სახელმწიფოს განვითარებისა და შანსიც კი აი შერას თქვი 79% 80-ია ასული ყველა ტოტალურად გავა. არა ეს ხომ ერთი და იმაზე აღარ ზოგად სახელმწიფოების პრობლემებზე კაცო სულს 125 მილიონით გაუზოგეს დაფინანსება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სულს აქვს დაფინანსება 125 მილიონი ლარი და 8 წლის განმავლობაში ერთი ჯაშუში არ გამოვლენიათ და დავამთავროთ კი ბატონო რისთვის არის იმიტომ რომ ჩვენ დაგვძებდეს ზოგ სამაჯური გაუკეთოს ზოგი ციხეში ჩასვას ზოგი შეავიწროოს და ასე შემდეგ ცუდია ესეთი ყოფა მართა დასაგმობი არის ეს იდიოტური კომენდანტის საათით აი თქვენი რეკლამა თქვენი ის აბრევიატურა არის კომენდანტის საათი მე აღმოჩენს გახარია სადა გაიზარდა და სად მიიღო ესეთი განა რატო ის კომენდანტის საათია ნიკა აი რა არის ეს რა აი ტრანსპორტის შაკეტვა გაუგონარი იდიოტობა არის ნიკა თაგორიან ქვეყანაში აი თბილისში ახლა აი
როგორ შეიძლება რომ სამარშრუტოები გააჭედო რა აღმართ სამარშრუტო დადიოდა მეტი ვერცელი ანუ პოლიტიკური ძაბრი შექმნეს ძაბრი რა განტარუნარიანობა დავიწროვეს პროცესები მისეს არავინაც არ მოგცემს მას თუ ესეთი იდიოტობები გააგზავნეთ მახარებსო ჩემი სტუმარი ხარ ნიკა და მინდა რომ აი მოსმენილი იქნა შენ და ბევრი შენაერი წესი და რიგი თვითონ უნდა ეჭიბრებოდეს ხელისუფლება ოპოზიციას პროექტები და თქვენი პროექტი მაპატია და ბრაკია რა სენაკი და მე მირეკავე რა თქვა იმ დალოცვილო 850 ლარი დახვარჯე მაისის შუარიცხვებში რომ სთავაზობ ლიტერატურა იმას ლარფას და ხნატესა საგაზაფხულო დაამთავრდა ჯერ არ დაუწყიათ და დაუწყდა და მეერეო როდის მის 200,000 500,000 ფერმერი ამიში თორე დამიჭერე მადლობთ რომ გისმენდით